გამარჯობა, მე გვანცა ვარ, თეოლოგი და მსოფლიო რელიგიის მკვლევარი, ეს კი ჩემი YouTube არხია რელიგიის ქრონიკები და დღეს ვსაუბრობთ ქრისტიანული სამყაროს ორად გახლეჩაზე, კონფლიქტზე, ორ სამყაროს შორის, დასავლეთსა და აღმოსავლეთის, როდესაც ქრისტიანული რელიგია ორად გაიყო, ანუ კათოლიკურ სამყაროდ და აღმოსავლეთით, ანუ მართლმადიდებლურ სამყაროდ. ვეცდები რომ ვრცლად ვისაუბრო ყოველივე ამაზე, მაგრამ თან მინდა რომ დიდად არ გადაგყალოთ და ეს ინფორმაცია თქვენთვის ადვილად და მარტივ ენაზე გასაგები იყოს. წინასწარ ბოდიშს გიხდით ხმის გამო, იმიტომ რომ ცოტა გაციებული ვარ და საუბარი მიჭირს. ახლა კი დავიწყოთ, მოკლედ განვიხილოთ ყოველივე რაც მოხდა ქრისტიანულ სამყაროში ამ განხეთქილების დროს, რა იყო ამის გამომწვევი მიზეზები და ასე შემდეგ. ამიტომ დარჩით ჩვენთან, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო და კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი აზრი. ასევე გთხოვთ, რომ კომენტარებში დაგვიწეროთ თუ რაზე გსურთ მომავალში საუბარი, რა იქნება თქვენთვის საინტერესო თემა და ვეცდები რომ ამ ყველაფერზეც დროთა განმავლობაში აუცილებლად გიპასუხოთ ვიდეოს სახით. მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის გაყოფა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც დიდი სქიზმა, ოფიციალურად მოხდა 1054 წელს, თუმცა მისი ფესვები რამდენიმე საუკუნით ადრე ჩნდება და მრავალი ფაქტორის გამო განვითარდა. ამ გაყოფამ საბოლოოდ ორ ძირითად მიმართულებად დაყო ქრისტიანობა: დასავლეთის რომის კათოლიკური ეკლესია და აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესია. ძირითადი მიზეზები კი იყო თეოლოგიური განსხვავებები. ფილიოკვე დასავლეთის ეკლესიამ ნიკეა კონსტანტინოპოლის სიმბოლოში მწამსში დაამატა სიტყვები და ძისაგან წმინდა სულის წარმოშობის აღწერისას, რომელიც გამოვა მამით და dzით. აღმოსავლური ეკლესია ამ ცვლილებას არ ეთანხმებოდა, რადგან მიიჩნევდა, რომ ეს არ შეესაბამებოდა საეკლესიო კრების ოფიციალურ დოგმებს. ღვინის და პურის ხმარება. კათოლიკეები იყენებდნენ უფუარ პურს ევქარისტიაში, ხოლო მართლმადიდებლები ფუას. ეკლესიური უფლებამოსილება და იურისდიქცია. რომის პაპი დასავლეთში ითვლებოდა უმაღლეს სასულიერო ლიდერად, ხოლო აღმოსავლეთში პატრიარქები უფრო კოლეგიალურ მმართველობას უჭერდნენ მხარს. კონსტანტინოპოლის პატრიარქი და რომის პაპი ხშირად დაობდნენ თუ ვის ეკუთვნოდა ეკლესიის უპირატესობა. კულტურული და პოლიტიკური განსხვავებები. ენისა და კულტურის განსხვავებები ლათინური დასავლეთში და ბერძნული აღმოსავლეთში. ბიზანტიის იმპერია აღმოსავლეთში და რომის იმპერიის მემკვიდრე სახელმწიფოები დასავლეთში განსხვავებულ პოლიტიკურ ვითარებებით გამოირჩეოდნენ. ცერემონიალური და ლიტურგიული განსხვავებები. სხვადასხვა ეკლესიური წესჩვეულებები და ლიტურგიული ტრადიციები, რომლებიც დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა. პაპის საზეიმო გვირგვინის ტარება და სხვა სიმბოლიკა, რაც აღმოსავლეთისთვის უცხო იყო. გადამწყვეტი მომენტი 1054 წელს მოხდა, როცა რომის პაპის ლეგატებმა კარდინალ ჰუმბერტის ხელმძღვანელობით კონსტანტინოპოლის სანტა სოფიას ტაძარში დაადგინეს ანათემები ეკლესიიდან განკვეთა კონსტანტინოპოლის პატრიარქ მიხაილ კერულარიუსის წინააღმდეგ. საპასუხოდ პატრიარქმაც ანათემით შეჰკინა რომის ეკლესიას. სქიზმამ კი ქრისტიანობა ოფიციალურად გაყო ორ დიდ ტრადიციად: რომის კათოლიკე და ბერძნულ აღმოსავლურ მართლმადიდებლურ ეკლესიად. საბოლოო გაყოფამ გაამყარა დასავლეთ-აღმოსავლეთის სულიერი და კულტურული განსხვავებები. ესკალაცია გაგრძელდა მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, როცა ჯვაროსნები კონსტანტინოპოლს დაესხნენ თავს და ქალაქი დაარბიეს. მოგვიანებით მცდელობები გაერთიანებისთვის. მე-14-მე-15 საუკუნეებში რამდენიმე მცდელობა იყო გაერთიანების, მაგალითად ფერერა ფლორენსის კრება 1428-1429 წლებში, თუმცა უმეტესწილად წარუმატებლად, რადგან ამ შეთანხმებებს ადგილობრივი მორწმუნეები არ ემხრობოდნენ. მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის განხეთქილებას ფესვებს ჯერ კიდევ ქრისტიანობის ადრეულ საუკუნეებში იღებს. მისი დაწყება რამდენიმე მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას და პროცესს უკავშირდება. საწყისი ფაზა: იდეოლოგიური და პოლიტიკური განსხვავებები. მე-4-მე-6 საუკუნეები. რომის იმპერიის გაყოფა. 395 წელს იმპერატორმა თეოდოსიუს I-მა იმპერია ოფიციალურად გაყო ორ ნაწილად: დასავლეთის რომის იმპერია, დედაქალაქი რომი და აღმოსავლეთის ბიზანტიის იმპერია, დედაქალაქი კონსტანტინოპოლი. ამ გაყოფამ შექმნა ორი დამოუკიდებელი პოლიტიკური და კულტურული ცენტრი, რაც ეკლესიაზეც აისახა. ენისა და კულტურის დაყოფა. დასავლეთში ლათინური იყო ოფიციალური ენა, ხოლო აღმოსავლეთში ბერძნული,
რაც საკვანძო ტექსტებისა და დოგმატიკაში განსხვავებებს იწვევდა. საეკლესიო უფლებები. ეს დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა მე-6 საუკუნეში, როცა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა დაიწყო მსოფლიო პატრიარქის ტიტულის გამოყენება, რასაც რომი არ ეთანხმებოდა. გაძლიერებული დაყოფა, თეოლოგიური და იურისდიქციული უთანხმოებები მე-6-9 საუკუნეები. ფილიოკვე საკითხი მე-6-9 საუკუნეებში იყო ძალიან მწვავედ განხილული. დასავლეთში მწამსში დაემატება დებულებისა და ძისაგან, რაც ნიშნავდა, რომ წმინდა სული არა მხოლოდ მამიდან, არამედ ძისანაც გამოდიოდა. აღმოსავლეთმა ეს ცვლილება უკანონოდ ჩათვალა, რადგან ეს სიმბოლო იყო საყოველთაო კრების მიერ დამტკიცებული და მისი შეცვლა მხოლოდ საერთო შეთანხმებით შეიძლებოდა. კანონიკური და იურისდიქციული ბრძოლები, რომიც ცდილობდა მოეპოვებინა პირველობის უპირატესობა და სრული ავტორიტეტი ეკლესიაში, მაშინ როცა კონსტანტინოპოლი ამტკიცებდა, რომ ყველა პატრიარქი თანასწორია. პირველი დიდი კონფლიქტი გაჩაღდა 867 წელს, როცა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ფოტიოსმა რომის პაპი ნიკოლოს I ანათემით შეჰკინა. ეს იყო პირველი სქიზმა. ეს სქიზმა დროებითი იყო და 869 წელს დასრულდა, თუმცა სერიოზული დაძაბულობის ნიშნები იყო. დიდი სქიზმა საბოლოო განხეთქილება მოხდა 1054 წელს, როცა პაპის ლეგატებმა კონსტანტინოპოლის პატრიარქი მიხეილ კერულარიუსი ანათემით განკვეთეს, ხოლო კერულარიუსმაც იგივე ქნა რომის მიმართ. მიხაილ კერულარიუსის განკვეთა რომის ეკლესიის მიერ 1054 წელს რამდენიმე მიზეზით იყო განპირობებული, რომლებიც ძირითადად ეკლესიურ, თეოლოგიურ და კულტურულ საკითხებს უკავშირდებოდა. მთავარი მიზეზები იყო ლიტურგიის განსხვავებები და საეკლესიო წესჩვეულებები. კერულარიუსი მწვავედ აკრიტიკებდა ლათინურ ეკლესიის ზოგიერთ პრაქტიკას, განსაკუთრებით უფუარი პურის აზიმოსის გამოყენებას ევქარისტიაში, რაც მისთვის იყო მნიშვნელოვანი დოგმატური საკითხი. აღმოსავლეთში ფუა პურის წმინდა საზიარებლად უფრო სიღრმისეული ქრისტიანულ სიმბოლიკას ატარებს. იუსტინიანეს კრიტიკა და დასავლეთის გავლენის შეზღუდვა. კერულარიუსი ასევე მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა დასავლეთის გავლენის გავრცელებას ბიზანტიის ეკლესიაში, ის ცდილობდა აღმოსავლეთის ეკლესიის ავტონომია დაეცვა და ლათინური რიტუალების შეზღუდვა მოითხოვა. მან დახურა ლათინური ეკლესიები კონსტანტინოპოლში, რამაც სერიოზული დიპლომატიური დაძაბულობა გამოიწვია. ფილიოკვე რომის ეკლესიის მიერ მწამსში დამატებული დებულება და ძისაგან აღმოსავლეთში განიხილებოდა როგორც დოგმატური გადაცდომა. კერულარიუსი ამ ცვლილებას აშკარად უარყოფდა და არ ცნობდა მის ლეგიტიმურობას. პაპის უპირატესობა. რომი მოითხოვდა საყოველთაო ეკლესიის მეთაურობის ექსკლუზიურ უფლებას, რაც კონსტანტინოპოლის ეკლესიისათვის მიუღებელი იყო. კერულარიუსი არ ცნობდა რომის პაპის უპირატესობას და მიიჩნევდა, რომ ყველა პატრიარქი თანასწორი იყო. სქიზმის შემდგომი პერიოდი მე-11-მე-15 საუკუნეები. 1054 წლის დიდი სქიზმის შემდეგ კათოლიკური და მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის კონფლიქტი კიდევ უფრო გაღრმავდა. მიუხედავად მცდელობებისა, განხეთქილება დროთა განმავლობაში მხოლოდ იზრდებოდა და ამას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებდა. ჯვაროსნული ლაშქრობები და კონფლიქტი. მე-11-მე-13 საუკუნეები. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა 1096-1099 წლები. ჯვაროსნები დასავლეთიდან წამოსული მებრძოლები კონსტანტინოპოლის გავლით გაემართნენ იერუსალიმის გასათავისუფლებლად. ბიზანტიელები მათ თავდაპირველად მოკავშირეებად იღებდნენ, მაგრამ ურთიერთობა მალე დაიძაბა, რადგან ჯვაროსნები ხშირად ბიზანტიის ტერიტორიებსაც აოხრებდნენ. ხოლო მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა 1202-1204 წელი. ეს ლაშქრობა კატასტროფული აღმოჩნდა ბიზანტიისთვის. 1204 წელს ჯვაროსნებმა დაარბიეს და აიღეს კონსტანტინოპოლი. დააარსეს ლათინური იმპერია და მნიშვნელოვნად შეასუსტეს აღმოსავლეთის ეკლესია. ეს მოვლენა კულმინაცია იყო აღმოსავლეთის დასავლეთის განხეთქილებისა და საუკუნეების მანძილზე შექმნილი უნდობლობის სიმბოლოდ იქცა.
დიპლომატიური მცდელობები გაერთიანებისთვის მე-14-მე-15 საუკუნეები ფერერა ფლორენსის კრება 1428-1429 წლებში. ბიზანტიის იმპერია თურქების საფრთხის წინაშე აღმოჩენილი დაინტერესდა დასავლეთის მხარდაჭერით. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა და იმპერატორმა სცადეს დასავლეთთან გაერთიანება, რის გამოც ფლორენციის კრებაზე მიღებული იქნა უნია, რომელმაც დროებით გაერთიანა ორი ეკლესია. თუმცა ამ შეთანხმებას ბიზანტიაში მწვავე წინააღმდეგობა მოჰყვა და უმეტესობა ეპისკოპოსების და მორწმუნეების მხრიდან უარყოფილი იქნა. კონსტანტინოპოლის დაცემა 1453 წელს ოსმალებმა აიღეს კონსტანტინოპოლი, რაც აღმოსავლეთ რომის იმპერიის, ბიზანტიის დაცემის და მართლმადიდებლობისათვის უდიდეს დარტყმას ნიშნავდა. ეს მოვლენა საბოლოოდ გამორიცხავდა აღმოსავლეთის ეკლესიის გაერთიანებას რომთან, რადგან კონსტანტინოპოლის ეკლესია ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშ მოექცა. მომდევნო ურთიერთობები და თანამედროვე კონტექსტი. სქიზმის ოფიციალური ანათემები მხოლოდ 1965 წელს მოიხსნა, როცა რომის პაპმა პავლე მე-6-მ და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ათანაგორასმა ურთიერთ ანათემები ოფიციალურად გააუქმეს. მიუხედავად ამისა, სრული ერთობა დღემდე არ მიღწეულა და თეოლოგიური, კულტურული და ისტორიული განსხვავებები ისევ ძლიერია. მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიები დღემდე ინარჩუნებენ რამდენიმე მნიშვნელოვან განსხვავებას, რომელიც ეხება როგორც თეოლოგიას, ასევე საეკლესიო წყობას და პრაქტიკას. თეოლოგიური განსხვავებები. ფილიოკვე. კათოლიკეები მრწამსში იყენებენ დამატებას და ძისაგან, რაც ნიშნავს, რომ წმინდა სული გამოდის როგორც მამიდან, ასევე ძისგან. მართლმადიდებლები თვლიან, რომ წმინდა სული მხოლოდ მამიდან გამოდის, როგორც ეს საყოველთაო კრებაზე დამტკიცდა. პაპის უპირატესობა. პაპი მიიჩნევა ქრისტიანული სამყაროს უმაღლეს სულიერ ავტორიტეტად, რომელიც უშუალოდ მარცხოვრისაგან მიიღო სრული ძალაუფლება. მართლმადიდებლები უარყოფენ პაპის აბსოლუტურ უპირატესობას და ამტკიცებენ, რომ ეკლესია უნდა იმართებოდეს კოლეგიალური პატრიარქატის პრინციპით. მარიამის უშუალო ცოდვისგან გათავისუფლება. კათოლიკეები მიიჩნევენ, რომ მარიამი, იესოს დედა, ჩასახვის მომენტიდან თავისუფალი იყო პირველქმნილი ცოდვისაგან. მართლმადიდებლები არ აღიარებენ ამ დოგმას, თუმცა პატივსცემენ მარიამის სიწმინდეს და განსაკუთრებულ როლს ხსნის ისტორიაში. საპყრობილე, ანუ განსაწმენდელი, კათოლიკეები მიიჩნევენ, რომ არსებობს გარდამავალი მდგომარეობა, საპყრობილე განსაწმენდელი, სადაც სული განიწმინდება საბოლოო ხსნისთვის. მართლმადიდებლები არ აღიარებენ საპყრობილეს, თუმცა ასწავლიან, რომ სიკვდილის შემდეგ სულს განსჯა და საბოლოო სასჯელი ელის. საეკლესიო წყობა და პრაქტიკა. ქორწინება სასულიერო პირებისთვის. კათოლიკეები, რომის ეკლესიის მღვდლები, უპირობოდ უნდა იყვნენ უცოლოები. მართლმადიდებლები დიაკვნებსა და მღვდლებს შეუძლიათ დაქორწინდნენ, თუ ქორწინებას მიიღებენ საეკლესიო ხარისხის მიღებამდე. ეპისკოპოსები კი აუცილებლად უცოლოები, უქორწილებლები უნდა იყვნენ. ევქარისტია. კათოლიკეები იყენებენ უფუარ პურს აზიმოს ევქარისტიაში, ხოლო მართლმადიდებლები იყენებენ ფუა პურს, რაც მათთვის ქრისტეს აღდგომის სიმბოლოა. მირონცხება. კათოლიკეები მირონცხებას აკეთებენ მოგვიანებით, როცა ბავშვი უფრო შეგნებული ხდება. მართლმადიდებლები მირონცხებას ახდენენ ნათლობის შემდეგ, ბავშვობის ადრეულ ასაკში. თანამედროვე დიალოგი და ურთიერთობა. 1960-იანი წლების შემდეგ კათოლიკე და მართლმადიდებელი ეკლესიები აქტიურად ცდილობენ ურთიერთობის გაუმჯობესებას. 1965 წელს პაპმა პავლე მე-6-მ და პატრიარქმა ათენაგორასმა მოხსნეს 1054 წლის ანათემები, რამაც საფუძველი ჩაუყარა ახალ დიალოგს. თანამშრომლობა თანამედროვე საკითხებზე. ეკლესიები ხშირად თანამშრომლობენ ეთიკურ და სოციალურ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ეკოლოგია და ომის წინააღმდეგ ბრძოლა. 2016 წელს კუბაში რომის პაპმა ფრანცისკემ და პატრიარქმა კირილმა ისტორიული შეხვედრა გამართეს, რაც ახალი ნაბიჯი იყო ურთიერთობის აღდგენისათვის. ძირითად გამოწვევებად კი ისევ რჩება პაპის უპირატესობის აღიარება, თეოლოგიური განსხვავებები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე გაღრმავდა და ასევე ისტორიული უნდობლობა და კულტურული განსხვავებები.
არ ვიცი ამ ყველაფრის ფონზე ეს ორი ქრისტიანული სამყარო როგორ მოახერხებს გაერთიანებას, იმიტომ რომ განსხვავებები უკვე ძალიან თვალსაჩინო არის. სხვათა შორის რამდენიმე წლის წინ ჩვენთან საქართველოშიც იმყოფებოდა რომის პაპი ჩამოსული ვიზიტით 150 თანხლებთან ერთად, რომელიც დაესწრო მართლმადიდებლურ წირვას და არ ვიცი, კულუარებიდან გამოვიდა ესეთი ჭორები, რომ მას სურდა საკურთხეველში შესვლა, თუმცა ამაზე ჩვენმა პატრიარქმა ილია მეორემ უარი განუცხადა. არ ვიცი ეს რამდენად სიმართლე არის, მე ჭორის დონეზე ვიცი. და ამ შემთხვევასაც 200-როვანი შედეგები მოყვა ქართულ ხალხში, განიხილავდნენ რამდენად კარგი იყო ეს თუ ცუდი იყო. ვიმედოვნებ, რომ ზოგადად სამომავლოდ რაღაცეები დაალაგდეს ჩვენს და დასავლეთის ეკლესიას შორის, მაგრამ ის რამდენად შესაძლებელი იქნება არ ვიცი. მოკლედ მე წარმატებულ და ნაყოფიერ კვირას გისურვებთ. სულ მალე შევხვდებით. გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო, კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, თუ რას ფიქრობთ ქრისტიანული სამყაროს გაერთიანების შესახებ. ეს ჩემთვის მართლა ძალიან საინტერესო იქნება. მადლობა ყურებისთვის.